ამ შეცდომას თითქმის ყველა ოჯახი უშვებს. დღეს გესაუბრებით თუ რატომ არიან დემენციით დაავადებული ადამიანები კონკრეტულ თემებზე ჩაციკლულები. რა სიგნალს შეიძლება იძლეოდეს კარგი თუ ცუდი ფაქტი, რასაც ხშირად გვიყვებიან. როგორ მივხვდეთ თუნდაც მათი საუბრიდან თუ რას ვაკეთებთ არასწორად, ან რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ზოგი მათგანი მუდმივად იხსენებს მხოლოდ დადებით მოვლენებს წარსულიდან. იმ მომენტებს, სადაც უსაფრთხოდ, დაფასებულად და სრულფასოვნად გრძნობდნენ თავს. სხვები კი ხშირად უბრუნდებიან ნეგატიურ ან სტრესულ მოგონებებს. მათ ახსოვთ ის, რაც ღრმად ჩაიბეჭდა მათ მეხსიერებაში. ყველაზე რთული აღმოჩნდა წასაშლად ან ამოსაშლელად. ვილაპარაკებ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ქცევები და როგორ შეგვიძლია მათი უკეთ გაგება და დაბალანსება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დემენცია მხოლოდ მეხსიერების დაკარგვა არ არის. ეს არის ემოციების, რეაქციების, დამოკიდებულებების, შეხედულებების ცვლილება. ისინი ვეღარ აკონტროლებენ სწორ სიტუაციას და ამიტომაც ხშირად მათი ქცევები ჩვენთვის გაუგებარია. მათთვის კი ეს ყოფნის ერთადერთი გზა. ჩვენ როგორც ოჯახის წევრები, მომლელები ან უბრალოდ გარემოწვა, შეგვიძლია დიდი როლი შევასრულოთ მეტი სიმშვიდით, მოთმინებით, კომუნიკაციით და უსაფრთხო გარემოს შექმნით. ეს ვლოგი როგორც ხვები, იქნება არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ იმ ადამიანების მიმართ პატივისცემისა და ემპათიის გამოხატვა, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან ამ გამოწვევებს. როცა ხშირად ერთსა და იმავე დადებით მომენტებს იხსენებენ, ეს ხშირად ნიშნავს იმას, რომ თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ წარსულში, ვიდრე აწმყოში. იმ დროდან იღებენ სითბოს, სიყვარულს, მიღებას, აღიარებას, პატივისცემას, ცდილობენ დამშვიდებას პოზიტიური ემოციებით. ახსოვთ ის, რაც ყველაზე ღრმად იყო ჩაბეჭდილი. ძალიან ხშირად ადამიანი ამ მოგონებებით სტრესს ამცირებს. თითქოს თავისთვის უსაფრთხო თავშესაფარ შოულობს, საკუთარ თავში ააქტიურებს თავდაცვის ინსტინქტს. ამ შემთხვევაში, ყველანაირად უნდა შევუქმნათ ისეთი გარემო, როგორიც ამ ისტორიებს დააკავშირებთ და თავს ზუსტად იქ იგრძნობენ. მაგალითად, თუ ისინი გამუდმებით საუბრობენ პროფესიულ გამოცდილებაზე. უბრალოდ იყავით სულ ცოტა ხნით მსახიობები და გაუფართოვეთ მათ ფანტაზია. სათქმელის უკეთ გასაგებად კი მოგიყვებით ჩვენი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობას. იგი ხშირად საუბრობს მის პროფესიასთან დაკავშირებულ ისტორიებზე. არის მომენტები, როცა სამსახურშიც გონია თავი. ასე დროს შემყავს იგი ჩემს პატარა ოფისში და ვეუბნები, რომ ეს მისია, ისე ვიქცევი თითქოს მისი თანამშრომელი ვარ და მაძლევს დავალებებს. თქვენ შეგიძლიათ თქვენებურად მოარგოთ სიტუაციას თავი. ასე მათ სრულფასოვნებასა და მაღალ თვითშეფასებას დაუბრუნებთ. განსხვავებულ სიტუაციაზე აგიხსნით. მაგალითად, როცა ცუდ მოგონებებს უბრუნდებიან. ეს შეიძლება ნიშნავდეს შიშს ან შფოთვას აწმყოში. გაუცნობიერებელ ტკივილს ან ბრას. ტრამვამად უცოცხლდებათ, როცა მათი გონება ვერ პოულობს უსაფრთხო წერტილს. იგი იმავე სატრიალებს, რაც თავის დროზე მასში მსგავს ემოციებს იწვევდა. ასე ის ცდილობს გაუმკლავდეს ემოციას, რომელსაც ვერ აბალანსებს და ვერ ხვდება საით მიმართოს. ამ დროს ბოლომდე უნდა მოვუსმინოთ, დავცალოთ იგი მოწოლილი ემოციებისგან.